ეხლა გავაკეთოთ კექსი. 4 კვერცხი და 2 ჭიქა შაქრის გოგლი-მოგლი ამოვიყვანე კარგად. რადგან არ მინდოდა რომ ეხმაურა ვიდეოში, ეს წინასწარ მოვამზადე. შემდეგ დაგჭირდება 2 ჭიქა მაწონი. ნახევარი კოფის ჭიქით ზეთი, 1 ჩაის კოვზის სოდა, 2 ჩაის კოვზი კაკაო, 3 ფორთოხლის გახეხილი კანი და 1 ფორთოხლის წვენი. ქვილი 3 ჭიქა ისევ ამ ჭიქით. ეხლა ეს გოგლი-მოგლი დამზადებული მაქვს, შევვრიოთ მაწონი. დავამატოთ ზეთი. დავამატოთ 1 ჩაის კოვს მაწონში 1 ჩაის კოვზი სოდა. ეს ამოვიყვანოთ ჭიქაში. წამოვა იმ წუთას. უკვე ხუდა. ეგეც ჩავამატოთ. დავამატოთ ლიმონი, ფორთოხლის კანი და ფორთოხლის წვენი. გამოვურიოთ ნელა. საკმარისია. ქვილი რა თქმა უნდა გავცრათ. ნელას შევურიოთ. ზევით თუ გავაკეთებთ, ქვილი კარგად შეერევა. და იყოს არაჟანის სისქის, არაჟანი რომ არის ისეთი სისქის. არც უნდა დავაკლოთ და არც მეტი არ უნდა იყოს. ქვილსაც გააჩნია, ზოგიერთი ქვილი არის ისეთი რომ ცოტა მეტ სითხოვს, ზოგიერთი არის რომ ცოტა ნაკლებ სითხოვს. ანუ თვალით უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა იყოს არაჟანის სისქის. აი, ნახეთ. კარგად დავურიოთ. აი, მასა გამზადებულია. და დავასხათ ნახევარზე ცოტა მეტი ცხიმწასმის ჟარონაზე.
მოვასხამ. ჟარონა არ არის დიდი, რადგან ეს მასა არის ამ ჟარონისთვის გათვალისწინებული. არც სქელია და არც ძალიან თხელი. ასე გავიყვან. კიდევ კოზლად დავახმარო. ეხლა ამას დარჩენილ მასაში შევურევ კაკაოს. ამასაც მოვასხამ ზიგზაგისებურად ასე. ეხლა გავაკეთებთ ასე დავხაზოთ. აი რომ გაჩვენოთ როგორია. ზემოდან აი როგორ ფორმას ვაძლევ. ხის ჭხირით. თან ლამაზია, თან შიგნით ზევრისებურად შეერევა. აი თუ ხედავთ ლამაზად. ნახეთ როგორი ლამაზია. თქვენ როგორც გინდათ ისეთი ფორმა მიეცით. საკმარისია. ესეც ჩვენი კექსი. ნახეთ როგორია ზევიდან. აი გვერდიდან ნახეთ და უფრო მიხვდებით რა სილამაზისაა. მოდი დავჭრათ, ნახოთ როგორია. გაჩვენებ. ჯერ ცოტა თბილია და წესით არ უნდა დავჭრათ, მაგრამ არ აუშვს. ეხლა რადგან გჭირდება აი როგორია. აი ნახეთ. აი ჯერ ცხელია კიდევ. თქვენ თუ გინდათ რომ უფრო მეტი სისქის იყოს, ვერ ამოვიღე კარგად ეთყობა, მოიცა კიდევ ამოვიღოთ. თქვენ თუ გინდათ რომ უფრო მეტი სისქის იყოს, უფრო პატარა ჟარონაზე დაასხეთ და იქნება უფრო მეტად სქელი. ეხლა ამისთვის კი არის ნორმალური. აი ნახეთ. ფორთოხლებიც როგორ ჩანს, ძალიან გემრიელი გამოდის ასე.